ერთი დღის განმავლობაში დანის ბათუმში აბსოლუტურად ყველაფერზე ვეთყვი კის და 24 საათი მე მამიკო ყველასა კის. დანი მე ვთქვი ერთი დღე. 24 საათი გადადის 24 დღეში. აჰა, ესე იგი დანის რადგანაც ყველაფერზე კის ვეუბნები ერთი დღის, მაგივრად ვეუბნები 24 დღესაც კიც. ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რა არის დანის შენი პირველი სურვილი რაც გინდა რომ ავასრულო. სკროლის რო კატარებთან გავიდეთ. აჰა, ესე იგი ჯერ უნდა ვიშოვოთ სკროლი ეგერთი სურვილი და მეორე კატერებთან რატომ უნდა გავიდეთ? უნდა ვიყოთ კატერზე უნდა დავჯდეთ. მაგარია, წავედით ახლა სკროლი ვნახოთ თქვენ კიდე არხის გამოწერა და დაალაიქება არ დაგავიწყდეთ. ხარჯიანი იდეები არ მაქვს, მაგრამ ისე გავიკატავებ, შევჭამთ, რესტორანში დავჯდებით, რამეს დავლევთ. ხარჯიანი იდეები არ მაქვს, მაგრამ ცოტას გავიკატავებთ, რესტორანში დავჯდებით, შევჭამთ და მოკლედ. ძალიან ეკონომიური ბავშვია რა და თუ ვინმე ბავშვი მიყვაროთ ახლა ამ ვიდეოში დაწერეთ კომენტარებში თქვენი სურვილები, აი ერთი დღე რომ მშობელმა კი გითხრათ, რა სურვილებს ეტყოდით. დაშო, გამოიყენეთ ერთი დღე ავცირებლად. შენს ბედზე ორი ცალი სკროლი ეყენათ ცალკე. დანი მოკლედ ლუკას დავუჯდებათ, თიკო მე და წავედით ახლა კატერებისკენ. აუ კუს რეჟიმები დაგვადო ვიღაცამ რა. აქ 15 წუთი ხორცები ღირს, ანუ წუთის პაკეტები რო იყიდო 8 და 80. მე და დანის აკავშირებ ერთობით ხოლმე რა, ამიტომ არ ეფიქროთ ახლა რომ დანის ეს განსაკუთრებული დღე შეირდება თავისი სურვილების ასრულებისთვის, ეს ყველაფერი ბოლოდ ვიდეოს ფორმალობაა, თორე აბა ზაფხან მამა წინასა იმ ჩხულის გემზე ვიჯექ, იცი? იქ? ხო, ეთი საქართველოს დროშა რო ხატია. აი ის უჩხული რა იღიმება. აი როგორც ჩანს წინაზე იქ იჯდა და შემწყდა წამოყვანილი, მაგრამ ამჯერად გინდა ესე იგი კატერი. ხო, ფერარის კატერი. რა? ფერარის კატერი. კატერი დამობედათ ან ფერარის კატერი. კაი, მოვძებოთ ახლა აქ ფერარის კატერი სად არის? ხალო. აი ეგერ არის, აი იქით. მოკლედ ესეც ესე. ამაზე ვჯებით ხო? ხო, მაგაზე ვჯებით წითელი. შენ ატარებ? კი. ჰა? კი. კაი, წადი, მეტი შენ გაგვიძახი, წავედი. წამოსულიყავი შორტით. თავარია ჩემს სრულვი ასრულდეს. დავაი, წავედით ხო? კი. გიხარია? კი. მოკლედ მართლა რამდენი ხანია ბათუმში ვარ და ერთი ვერ დავჯექით კატერზე. თან ახლა ეგრევე პირდაპირ ფერარზე და წავედ ახლა ვიგაზავოთ. ხო. ნახეთ ცუნამი. ოპა. დაიწყო ლოკაობა? ხო. აია, მოკლედ ეს ფერარი ვისაც გენდომებათ, რომელიც ამ საკონტაქტო დავტოვება აუცილებლად აღწერაში და აუცილებლად რო ჩამოხვალ გამოსადეთ. ხოჩაიძირება. ხოჩაიძირება. არა. რაზე? რავი, კარგად არის აშენებული და რა ჩაძირავს. სანოსი. ოპა, იმენა ემოთხია ფერარი კი. ეგ არის, მოგწონს? კი, თუ ვიაბურდული გარ. ჰა? თემი ზანაბურდული თქონდა. აი, მან შედი და წინ თავი ამოყვა, მიდი. ვაა, გადა. მოდი ფოტო გადაგიღო ამოყე. ეგ არის. მოგწონს ერთობი? კი. გამაგარია. ეს. რას თქვი? 10-დან 10-ია. 10-დან 10, აი. გაიგო, ასწორა. აი რა გამაზეთ. არიციან ამსაგულაობა რა. მოკლედ, კატერის მერე აგრობათუმზე სტუმრობა მოინდომა, იმიტომ რომ და კიდე დონატი. სარგებლოს მოკლედ დღეს, მაგრამ რა ვქნათ ახლა ბავშვის დღე არის. აგრობათუმში კიდე მარტო საბაგერო არ არის, ზევით რო ახლა უამრავი გასართობი სივრცეა, მაგასაც დღევანდელ ვიდეოში ნახავ. თან იქ კიდე ოქრო უნდა ამოიღოთ $1 მილიონ. შაშანაკ ნამყოფები ვიყავით, ახსოვდა იქ ყველაფერი და მოკლედ ახლაც მოინდომა წამოსვლა რა. აუ იმ აგრობათუმში მე ამოვიღეთ იმოდეს. მე ხილავ. შევედი. საბაგეროების იმის მერე აღარ მეშინია, რაც ჩემი ემოთხიტო. ეგერ არის, აი? ხო. ხედავთ.
გაიარა. საბაგიროების ხოთაშორის იმის მე აღარ მეშინა, რაც ზამთარში გოდერძიზე ვიყავით, აი მანტიკო ექსტრემი, ქარი, აი რო უბერავ და აი დედას ვიცავარ არ ვაბუქებ გვერდზე ხო რაღაცა კინები არის და ძალიან ოდნავ უნდა მანძილი რომ მერტმულიყო. რისკეშია კაცები არ ახლა. შენია. შენი სურვილი იყო ძმა რომ აქ დამჯდარიყავით. რა ხმა? არ გეოსებათ შეგიძლიათ ესე დროს რამე ჩასხდეთ. ნო, ვითომ არა. ლუკა, იცი ხა სად ვარ? არა, ვიცი ვარ. აუ რა მიყვარს, კაი ცხოვრება, რასაც აგისრულებენ ყველაფერს რა. ვიღაც ცხოვრებას აღარ აუზიქროლა. რამაზია, ბათუმში ვის ჩამოხვალთ, ამ ადგილსაც უნდა ესწროს აუცილებლად. აი, ოქრო. აუ, ვიღაო. აუ, ღადაო. ძიმია. ნახე, აქიდან დაულოქავთ ეს ამოსაღები ადგილი. არა და აქედან ხრეკი ვიცოდი წინაზე არ გამატანეს და. მოკლედ აქ ისევით რომ ამოხვალთ, საბაგიროს გარდა ულამაზესი ხედი დახვდებათ. სადამაშოს ერთად დაბლა მერე 3D რაღაც ქვია ხო მაგას. დაბლა კიდე ციფრული მუზეუმი და ბევრი ადგილი არის კიდე რომელსაც დაგათვალიერებინებთ. ახლა კიდე ეს ოქრო უნდა ამოვიღოთ აქედან, რომ რაღაც ამოვიღოთ ჩვენი ფული. კაი, ნახოთ აბა. წინაწელს იქედან ამოვიღე და ეხლა მეთქი კიდე რამეს. ой, ბიჭო, ძიმია თან. და მე უნდა მოვიფიქროთ თან. არა, უმეც არა მეორე ხელში გამოიჭერე გამოაყვე ხო. უმეც არა მეორე ხელში მეორე ხელში? ხო. მეორე ხელში კი არ მგონი ესე უნდა ვცადოთ. ეგეთი წული ხელი, ოპა. და გამეჭედება ახლა ხელი და მოიცა მიდი რა იქნებ ფული ამოვაგდოთ რამე. 1 მილიონია და ზარში საწერილი. უბრალოდ შანსი არ არის, ზუსტად ამის ზომაზე არის ამოჭრილი და ვერ გამოვა. წამო ახლა შევიდეთ. ეგინდა? კაი, წამ. რო ჩამოვარდება, ნუ რა დაიჭირო ყველა. ლარიანი უნდა. არშვება. ლარიანი უნდა მა. არ აქვს. არშვება. გაბჭებული. აქ არის კიდევ ერთი გასართობი. მიდი შენქენი. რომლითაც ეს ბურთი უნდა გაიყვანო ბოლოში და ვნახოთ აბა. შევიჯბროთ? კი. კაი, მიდი ჯერ შენ. აი. კაი, მოდი დაგიხმარებ. შენ ბიჭო ხელს მიშლი მაქე ძალით. არა, გიხმარებოდი. მიდი აბა დასვი. აუშვი. ეს შემიერეთ. აუ, რა ცოტა დააკლდა. დანი, წავიდე სიცილის ოთახში. რა? წავიდე სიცილის ოთახში. სიცილი კი წამოდით. აგერ აქ. ლაბირინთში? ო, წავედით. ლაბირინთი. მოკლედ, ეხლა შედივართ ლაბირინთში, სადაც ყველა კედელი არის მინის. უნდა გავაგდოთ ბოლომდე, წავედით. აქ მახია, ხო? კაი, შემოვედით აქ. მახია. დანი, სად ხარ? არა. რა, არ ხარ აქ თო? აქვა. აქ ხარ, კაი, წავედით. ძინარი. ეგ დანია, ერთი წამი. ჰა? რა ისეთი შეიძლება აკეთეს? აი აგერ არ წინ გასა. ოპა, აქ არის ცოტა ისეთი. აქ არის. კი, მანდ არის, შენ მაქედან გადი და გამოვარ ჩვენ. აგერ აქ ვიღაც მწარე დაიმტრო როგორ ჩანს. აქედან ოპა, არა, აქ არა. აგერ აი აქეთ. აქეთ. დაიცადე, აქ არაფერი არის. სანდარი ლუკა. მაკეთ რა ნაი? თუ აქეთ. აი აგერ არის გასული. სინარი. კაი, ერთი წამი. თუ რამე და ჩემი. წადი. ხილად არა აქაც. მივედით. წავიდა. ეგა. გამოვიდა. ეს ფული მოგვეციო. რა ტიპები არის? ძმება ოქრო ამოიღეს და ჩვენია წავიღეთო. აუ, ცოტა დავიღალე რა და მომშივდა. მოკლედ გავერთეთ, ბევრი ვითამაშეთ, ზეც ჩადის და დანის მოშივდა და საჭმელი გინდა ხო? ხო. და წავედით ახლა, მაგრამ არა კონკრეტებს რა უნდა და იმედია გზაში არ გაახსენდება. რამე თვითონ სულ ქარაქური რამე მაჭამე რა.
მოკლედ მოვედით რესტორან ტიფლიში, იმიტომ რომ დანი თბილისური გემოები მომენატრა ბათუმშიო და სად მოვიდოდით თუ არა ტიფლიში. აუ ძალიან გემრიელი კაპოტი არის მარწნის. ხო და მოკლედ ახლა შევუკვეთავთ კერძებს, თან დავაგემოვნებთ, თან გაგიზიარებთ და დღეს დანი რასაც თქოს ყველაფერი უნდა შევუკვეთოთ. ეს ჩემი საყვარელი აჯაფსანდალი მოვიდა, აი ნამდვილი თბილისური, ხო? ხო და ეხლა მე დავასკაინერებ და ყველაფერს ნახავ სამსუნგით. აჰა. დავასკაინეროთ. აი ამ ყველაფერს უბრალოდ შეხედეთ. მადლობა დანის დღევანდელი ვიდეო მომფიქრებინა და რა შევუკვეთით? ეს რა არის დანი? რაღაცა შევუკვეთა, არ ვიცი, რასაც ნახულობს ყველაფერზე ვეუბნები კის და ვენდობი. ხინკალი რა თქმა უნდა, ლაზური, წვადი, სინორი და აჯაფსანდალი, იმიტომ რომ იცის რომ აჯაფსანდალი მამას უყვარს და ყოველთვის უკვეთავ ხოლმე და მე ვარ აჯაფსანდალის ექსპერტი. ეხლა გავსინჯავ პირველ რიგში მაგას. აი, წუნიანი არის და მშრალი არის, რაც თავარია, თან სქელი არის. ეგ არის. ნახოთ აბა. გადაო. ძალიან გემრიელია. გაბუქების გარშე, ტოპ. ნათი და ნათი აჯავსანდავს. თან კაი რა არის, ყველაფერს ოცხალი გემოქვს, ეთქობა რომ დილით გაკეთებული და მე ხა შეწყლებული არ არის და ახალი არის რა და ამისთვის 10 და 10. კიდე შენ რა გიყავს თბილისური ხინკალი შეგიკვეთე? აი მე დავაგემოვნებ 2 წვადს და 2 წითელ ხავს. ამს დაჭრა არ უნდა, ეხა ბიძი. დავჭრათ ესე მარტივად. მამეთ რა შეთამაშები, ეს ჩავკვი, ჩავდევსო რა. ძალიან გემრიელია. გემები ძალიან გემრიელია. 10-დან 1000. დღევანდელი დღე ესეთ ვისეთ აუგეგმავი იყო წინას არაფერი არ დაგვიგეგმავს და ფიზიკურად ვერ დაგვიგეგმავდით, იმიტომ რომ დანის რაც მოუნდებოდა იმას ვაკეთებ და იმას ვუკეთებ და კიდევ გავუკეთებ დღეს თემი დღის განმავლობაში და ეს ყველაფერი ხა რეალურად ვიდეოს გამო არ ხდება. 90%-ში დანის რაც უნდა ყველაფერი უსრულდება, იმიტომ რომ ბავშვი ეხლა არის, ეხლა აქვს ბავშვობა და ზომის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ბავშვურად გავათამამო. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელი დღის დაგეგმვა რატო ვახსენ? ვინც იცით მოგვს ეს 26 ულტრა რომლითაც აჭარაში მოგზაურობისას უკვე ძალიან ბევრი რაღაც დავგეგმე. ჯემინაისთან ერთად შემიძლია დავგეგმო მთელი თვის მოგზაურობა, მთელი თვის კონტენტი და ჯემინაი ავტომატურად ყოველდღე მახსენებს ამ ყველაფერს. დაგეგმოს რომ თავი დავანებო, ძირითადად ჩემი ვიდეოები TikTok-ზე იღება S26 ულტრით, ეს უკვე ალბათ ყველა მეცით. ფოტოების გადაღებაში საკმაოდ გვეხმარება. რაც თავარი აქვს privacy display, რასაც აბსოლუტურად ყველა ვიდეოში გაჩვენებთ და ვინც არიცით ახლა ნახეთ, ვააქტიურებთ და გვერდებიდან აფერი აღარ ჩანს, ხო? და ამით შეგვიძლია თამამად ვიაროთ, იმიტომ რომ ყოველ რაკეტით რო დადიხარ, დღეში 1000 ჯერ გიწევს ბანკის ანგარიშის გახსნა, მაგალითად, ყველაზე დიდი დისკომფორტი რაც მაქვს ხოლმე, მანქანას როცა ვაყენებ, ქეში არასდროს არ მაქვს ხოლმე თან და ადამიანს რო უნდა რომ ჩაგერისხავ OK ფულს, მეუბნება პიადნომერს და ზევიდან მიყურებს რა. სხვა დისკომფორტი იყო ეს ამდე ხანს ჩემთვის, მაგრამ privacy display შარტო და ვერ ვიყურებს, ვერც გვერდიდან, ვერც ზევიდან რამდენი გაქვს ახლა ანგარიშზე. ჰა, რამოდუნებულზი ხარ წავედი სასტუმროში. მოკლედ, წავედით ახლა სასტუმროში. დანის კიდევ ერთი სურვილი და ალბათ 12 საათი მოდის, თო? 2 სურვილიდან შეიძლება მოვთხაროთ ის რაღაც. აი, წავედით Dreamland-ში. 2 სურვილი. მომეცი ბილეთი უკაცრავად, მომეცი ჩემი ნომერია. თქვენ ნომერი არიცით, ხო? არა. ამომზანით. მომზანით, დიახ. ესეა რა, ესეა კაცი. სოლის და შვილის ყველაზე რო დაიწყებს იაუხს. კარგად ისვინებ, კარგად ჭამ, კარგად ერთობი ყოველდღე რა. მოკლედ ეს ჩვენი ნასობი აპარტამენტია, სადაც საკმაოდ ხშირად ვისვენებთ და ამ აპარტამენტის ნომერსაც რა თქმა უნდა აღწერაში დავწერთ, ეს არის დასპონსორებული, უბრალოდ ჩვენი კეთილინებაა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ყოველთვის საკმაოდ კარგ ფასში გვაძლევს ხოლმე ამ ნომერს და დანისაც დამახსოვრებული აქვს და რომ მოვდივართ ყოველთვის ითხოვს, ხო? ხო. ეხლა ჩვენ განახებთ აიუნიდან როგორ მიდის ზღვასთან ხედები. ნახოთ აიუნი, გავიდეთ. ავიდეთ და ბამ ბამ ბამ. იქით კიდე ნახე კოშკები არის, ჯარისკაცო. მოკლედ, Dreamland-ზეც ორი სიტყვა რო ვთქვათ, აი როგორ სასტუმროა, იცით, აი არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ არის რა, სულ მუსიკები, სულ გულავი და სულ გართობაა. დღისით გინდა პროგრამა აქვს გაწერილი, აუზი გინდა რამდენაირი აქვს, აკოპარკი გინდა აქვს. ჯარისკაცები არიან. სად? იქ? ხო. რა უნდა ჯარისკაცებს?
ზღვის ჩურვაში ძალობი. აკვაპარკი აქვს, ბოულინგი აქვს, რამოდენიმე რესტორანი აქვს, იტალიური რესტორანი, ქართული მოკლედ ყველაფერი არის აქ და ეხლა მე არ ვიტყვი რა ფასში ეს აპარტამენტი, მაგრამ დაურეკეთ მე პატრონის და გაიგე. კაი, წავიდეთ ხა იმ ადგილას, საიცა. ჯერ დავისვენოთ, თო? რა დასვენებო, დღეს ყველაფერს კის რომ მეუბნები დაგავიცრა. წავედით ხა ნომრიდან. ეხლა მოვედით, ძანი. მერეა. გამოვისოლოთ მაინც. რა გერამთრა, მაგრამ ჩასმოლები ხარ. ბიჭო, ანუ მთელი დღე ამ წასვლებით დავდივართ. მე ამით მინდოს. Samsung ისადა. მანქანაში. და Samsung მომეცი, შენ დავხედო 2 წუთი რამე გეგმები. აუ, კაი, დავისვენოთ მართლა 1-2 წუთი და წავიდეთ რა. რეალურად მეუბნები? ნაცა? არა, მართლა. კაი, დავისვენოთ 1-2 წუთი და გავიდეთ რა. ტრალაუ. არ ტროლავ, მართლა გეუნები, გავვალთ. ძალიან გაიღიმე. წავედი. კაი, წად დააწექი რა. როცა ესე მოვაქ. კაი, წად. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში. გადავიღოთ თუ არა კიდე მსგავსი ვიდეო და რა დაჭდა დღევანდელი ვიდეო აღარ მკითხოთ. ნეტა ქართულ YouTube-ზე შევიბოდეს ცოტა ინტერნეტული ამოვიდე. მე საქმეზე ვარ გასული. ნეტა ქართულ YouTube-ში შევიბოდეს იმდენი ფული რაც უცხოურში და ყოველ დღე კიდევ ვისვენებდი ესე, მაგრამ არ არის ეგრეთზე, მაგრამ გამარჯობათ. ეი, ნახე მთვარე. კაი, აბა წამჩვენგანის თან ჩუმჩუმოთ. არას როგორც ნახსოვს სასრიალის ქვეშ დავმარხეთ. მოკლედ აქ დაახლოებით 1-2 კვირის წინ დავმარხეთ განძი. ნახოთ აბა ვინმე ამოთხარა თუ არა. ჰა? აქ დავმარხეთ ზოროს. არა, აი აქ იყო. აჰა. კაი, ვნახოთ აბა. მოდიასე. მიდი რა, გეხვეწები რა. იყავი. მიდი რა. რას გძნო? აუ, არა, ბიჭო, ამოუხიათ. რას გძნო? საცა იღებს ჩვენი განძიტო? რა კითხვარი? არა, ამოიღეთ. არა, უნდა ვიყოთ. არა, ვიპოვთ აღარ არის. არა, მე კიდე ვაგზავნე ძენას. რანაირად დამოიღეს აქედან, თო? აუ, არა და რა ოქროები გველა გაშიგნით. მეთქი პოსტა აქ დავმალავთ და ვერ იპოვიან თქო, ხო? მოკლედ ახლა მომაფისკია ერთი იდეა. მე ამიყო დავმარხავთ ახლა ქვიშის მოედანზე, რამეს ვიპოვით სათამაშოს ან ნივს, ამოვთვლით ამ ქვიშის საბავშვო მოედანზე და ვინც პირველი იპოვის ტიტკოზე დადეთ ეგ ვიდეო და ჩვენ ნახავთ და ვინც პირველი იპოვის ეგ არის გამარჯვებული და მიიღებს 50 ლარს. მოკლედ, კიდევ ერთხელ რო გითხრათ, ეხლა მე და დანე აქ რამე ნივს ავიღებთ, აი მაგალითად ეს ნახე. ხო, დავთანხმდით. დავთანხმდით ძმაო. აიღე? ავიღეთ და წამოვიდეთ. ნახე, წამი კადრში კარგად ვაჩვენო. ამას ეხლა დავმარხავთ და ვინც პირველი ნახავთ, დადებთ TikTok-ზე ვიდეოს და მოგნიშნავთ ჩვენ ამ ვიდეოს დადების შემდეგ, მიიღებთ 50 ლარს საჩუქრ, ხო? ხო, და ამას მე სად დავმარხოთ? მოდი, აქ დავმარხოთ. სად? აი აქ. მანდ. ბიჭო, მანდ ისეთი ადგილია, რომ ბავშვები თამაშობენ და ნახავენ. აი, იმ პატარა ფისის ქვეშ აი ნახე? სად? აი, აგერა. აი, აქ შანსი არ არის, რომ რომელიმე ბავშვმა რამის ძებნა დაიწყოს. ზედა შიგნით. აი, ისედე კარგად ამოვთხაროთ. აჰა, ჩაგდე შიგნით. ჩაგდე. აი, აგერ აქ შინ შემოვაგდე. ეგ არა. დამარხოთ. ქვიშა დავაყაროთ. და всё. დაიმახსოვრეთ ეს ადგილი. ვიდეოს დადებიდან ყველაზე პირველი ვიზადებს TikTok-ზე ვიდეოს და მოგნიშნავს სადაც ამ ლურჯ სათამაშოს პოულობს, გირიცხავთ 50 ლარს, ამიტომ წარმატებები. თან მიიღებს 50 ლარს. დრონლენში მობზანით აუცილებლად. არ დაგავიტოთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერას. ეს იყო დანეს კიდევ ერთი სურვილი და რა ვქნით აცი. კაი ამეჭედა. რა ვიღა? აუ. დანი, მე მოგ შენი კიდევ ერთი სურვილი ის არის, რომ ხა არ გავჭედო, ხო? ხო. კაუჩი მე არ გავჭედო, მაგრამ დედა მიდი.